სიგარის მოუგიდე და ბოლოს ვეცით და ბოლთას ვეცით. თქვენ ლამაზი სიყვარულის მანავე უბრალოდ შედიოდა რეაქციაში ჩემს გულთან. დღე მეხუთე. ბოლოს მე და გველოდები თქვენს ჩამოსვლას. რო შემოხედოთ ნიმილი გასწავლებით სიყვარული აღმოსთან. ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ, რომ თქვენგანაც ანალოგიურს ვცნობთ. და არის შემოხვედით მისტერ ლოთი ხუჭუჭა წინა ღამის მეთავნე თაკოს ენაზე მარიამი და ასე შემდეგ. გულში ფიქრობდი რა მადლიანად ანათებენ ხო. მისტერ ლოთს ძალზე უცნაურად მივესალმეთ ხიზელი და არასწრები სავსე აუდიტორიის წინაშე. ლოთებს სიცოცხლე ხიზელი სიკვდილი მეთქი. ზერას აღარ ამ სიტყვაზე ხალხი ზერას აღარ დავუჭდი. შემიძლია ყიდლებას ნაჭერია ჩაიხალხო და არ მომწეს დავუჭდო. მაგრამ მისამებაში მის მეთავნე ჩაერია წინა რამის ეგრეთ წოდებული გრეხი გამოსცენა. გავუჭდი, გავუჭდი, მაგრამ გავიგინე. წინ მაგდასა ბიჭები უცვალდნენ, ახმელიაზე გამოდიოდნენ. მე ერთს ვაბაო, და მარიკას ვეწუნებოდი. რა თქმა უნდა, გავაწერდი და ტექსტი. აგინაში ხო ხედა ვარცნელა ასლავუნა არსვა. ხალხიუარა, ხოსვა, აგინა მე. რა გააკრაკი გასვსაკი. მე გულში ვიყო მარიკა, ხოსლავე შავთის სურათები მაგადაგებული ახალგაზრდებთან ერთად მინდა დავევალა ფეიქტორი. ეს ისე ყოველთვის მოვასწრებ გასვლას. მის მეთავნეზე არ გამიწევია და 14 წლიდან გამომხნარე გავასვიდე ვაშლისგან გედი გამოვეთალა პორტუხალი პორტუ ფებრუარი დავაზერე და უცელზე მივუხიდე თავანი ჩაბარებულია ესეც ასე თავანი ჩავაბარე და ეხლა შემიძლია წნარაფეთო საღამოს დიდი ტორტი და დანი ხელში ამოვედი თქვენთან ორ დიდი აჟიოტაჟი მოყვა მოუთმენლად ვერი ტორტის გაჭას თან ვერ მივულო და აი თო შუშხუნები და დამჯარიდი თავი 90 წელს პურის გამიგოლებებული ისეთი ამბავი იყო მარსოს მაშინ მამაჩინთან რალფიოდი ხომე 4-5 წლის გლავი პურს ვარიგებდი ვიღაც ქალმა ხელი დამავლო და ხალხში გამაგრო შვილს აღარ განახებ პურს თუ არ შევავებდო აი ისკანი გამახსენდა როდესაც მის ტორტის გარეშე დარჩენილმა თეთა ზუმბულიძე საცოდავი ალბათ დასგადავა ტორტი რო არ შეხვდა და იმდენი დალია რომ ბოლოს მისტერ ლოთმა ძვირს შეიყვანა ოთახში და იმ ღამეს აღმილებია თუმცა პატარა აკრია და ნიუნიას უფრას სამაგეროთ ამ არახში ლიმონში და თქვენში დიდი გული და უზომო სიყვარული იყო ჩასოვიდი იმ ღამეს მალამო უფრო ამოქმედა სისხლის ზარბები გაფართოვდა და ორგანიზმი უფრო სწრაფად მოძრაობდა. ძველი ადამიანებია, მაგრამ უკვე მეხუთე დღე დავიწყე თქვენში. დღე მეექვსე. დილაგათი და საწყობიდან წამოვიდი, მოწესრიგდი და სამზარეულოში შევარდი. როგორც პატარა ბავშვი შობის ოთახში, როგორც პატარა ბავშვი შეების ოთახში პირველ იანვარს, სადაც საჩუქრები ნახოს. თითო-თითოზე მოდიოდი, მესამეობდი, მის მიხარებდი, მეხუმრებოდი, თბილი სიტყვებით მომხდევებდი. მისტერ ლოთის სიტყვები მუდამ ემახსოვრება. აი თბილი შროშავა, მაგრამ ამდენი ხალხისგან მხოლოდ ერთმა მისაყვედურა, ოღონდ საყვედური იგივენაირი თბილი იყო, როგორც ის მალამო, რომელიც თქვენ მევაჩუქეთ. აი, როგორ არ შემახვედრდო. მის ტორტის გარეშე დარჩენილი. ეს ყველაფერი მაგრამ მე მაინც გადავწყვიტე რომ ეს კალბადონი მოუხიბო და მის წენას ბოლო მოუყო. ერთ მეორე ნაკაცას დავემშვიდობე კეთილი და ბედნიერი. უსურვო მომეჭრებიანი. მოსაღამოდა მე რა თქმა უნდა ვერ ვსვავ. თან ცოტა არ იყოს კრივის მაწუხებს. ახალ ნაკაც უკვე თამამად შევხვდი. ჩემი აზრით ჩამოვიდნენ გულში ფიქრობდი. რომ მას ერთი ორჯერ ავხედე და მოუჯედი კომპიუტერს. Facebook-ზე მეგობრებს განვემატა. ეს ადამიანების ნაწილი იყო, რომლებმაც მალამო მომაწყეს. ესე გავიგე პირველი დღე. მე საწყოში ვიწექი და თქვენზე ვფიქრობდი რაღაც მომენტებში. თქვენი ხმა მესმოდა და ვიგებდი. რა ვიცი, ასე